მშვიდობის მომავე სპეციალური გამოშვებით ბრუნდება პირდაპირ ეთერში სამთავრობო გუნდთან შეხვედრა დასრულებულია პრემიერ-მინისტრთან პირდაპირ ეთერში. Გამიშვილის თაობაზე მე მინდა განმაცხადო, რომ თავთვის სამინისტრო შესყიდვები არაერთხელ გამხდარა ჩვენი მთავრობის მსჯელობის საგანი. რაზედაც თავთვის ყოფილ მინისტრს ალასანიას ეძლეოდა შესაბამისი შენიშვნები და მითითებები. მიუხედავად ზემო აღნიშნულისა, საგამოძიებო ორგანოების მხრიდან გამოვლინი მთელი რიგი დარღვევები, რადგან მოხდა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. აღიძრა სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს გამოძიება. ბოლო დღეებში თავის მინისტრის მხრიდან ფიქსირდება აშკარა დაპირისპირება საგამოძიებო ორგანოებთან. და სახელზეა საკითხის პოლიტიზების მცდელობა. ნაცვლად იმისა, რომ ირაკლი ალასანიას ხელი შეეწყო გამოძიებისთვის, პროცესისთვის, რათა საქმის დადგმის ობიექტური ჭეშმარიტება, მისი მოქმედებები იწვევს მთლიანად თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების პოლიტიზებას. რაც არის კატეგორიულად დაუშვებელი პირადად ჩემთვის. და რაც აისახება უარყოფითად ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების მდგომარეობაზე და მთავრობის ეფექტურ მუშაობაზე. ჩვენ არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ კორუფციასთან ბრძოლა არის ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. და ჩვენ ვართ უკომპრომისო და ვიქნებით უკომპრომისო მსგავსი ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში. რომელ უწყებას არ უნდა ეხებოდეს ეს და რომელ მინისტრს არ უნდა ეხებოდეს ეს. ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია. ყოველივე ზემო აღნიშნულ გამომდინარე იმისათვის, რომ მოხდეს საქართველოს შეიარაღებული ძალების პოლიტიზების თავიდან აცილება და თავდაცვის სამინისტროს პოლიტიზების თავიდან აცილება. ის რაც არის ჩვენი მთავარი მონაპოვარი. რათა უზრუნველყოფილი იქნას შესაბამისი პირობები დამოუკიდებელი გამოძიებისთვის. ჩვენს მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება თავდაცვის მინისტრის დაკავებული თანამდებობის გათავისუფლების შესახებ. აქვე მინდა განმაცხადო, რომ ალასანიას განცხადება, უპასუხისმგებლო განცხადება იმის თაობაზე, რომ ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანზე არის შეტევა ეს გამოძიება, რაც მიმდინარეობს სამინისტროში. ეს არის ყოველდღე უპასუხისმგებლო და მე მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო ის, რაც არაერთხელ მithქვამს, რომ ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ეს არის არა მხოლოდ ჩვენი მთავრობის, არამედ ჩვენი ხალხის არჩევანი. და ეს პროცესი არის და იქნება შეუქცევადი. აქვე მინდა აღნიშნო, რომ საქართველოს მთავრობის მიერ არჩეული საგარეო კურსი, რომელიც ითვალისწინებს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, არ არის და არასოდეს არ იქნება დამოკიდებული ერთი რომელიმე მინისტრის პოზიციასა და მის მოსწრებაზე. შესაბამისად, ეს არის ყოველდღე უპასუხისმგებლო განცხადება. აქვე მინდა გითხრათ ბოლოს, რომ გუშინ მე მქონდა შეხვედრა ფრაქცია თავისუფალ დემოკრატებთან, რომელიც არის ჩვენი კოალიციის წევრი. მე მათთან მქონდა ძალიან გულახდილი საუბარი. და მე მათ წინაშე კიდევ ერთხელ დავუსვი ალასანიას ის კითხვები, რომელიც მომდინარეობდა პროკურატურიდან. და რომელზეც მე როგორც პრემიერ-მინისტრს მქონდა კითხვები და მაქვს კითხვები. დღემდე მე ვერ მივიღებ ვერც ერთი არგუმენტირებული პასუხი. გარდა მისი აბსტრაქტული მოსწრებებისა და დაუსაბუთებელი პასუხისა, რომელიც გუშინ გადმოცა ფრაქციის შეხვედრის მცველობის დროს. აქვე მინდა განმაცხადო, რომ ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია არ ნიშნავს იმას, რომ თავდაცვის სამინისტროში მოხდეს სავარაუდოდ 4 მილიონი ლარის გაფლანგვა. ეს თანხა პირდაპირ ჩვენ ჯარისკაცებს აგდებათ და აგდებოდათ. და მინისტრი, რომელიც ვერ ახერხებს 2 წლის განმავლობაში ჯარისკაცების კვების მოწესრიგებას, რა თქმა უნდა, ვერ ჩაითვლება ეფექტურ მინისტრად. და მხოლოდ ამის გამო მას აუცილებლად გავათავისუფლებით დაკავებული თანამდებობიდან. და ასევე მინისტრი, რომელიც სავარაუდოდ საკუთარ მეგობრებს აძლევს შესყიდვებს და ტენდერებს, რა თქმა უნდა, ასევე ვერ დარჩებოდა დაკავებულ მეტად საფუძვლიან თანამდებობაზე. აქვე მინდა ბოლოს კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ჩემი მზაობა სრული, რომ ხვალ ჩვენ კოალიციის პოლიცარჩოს გავმართავთ
ალასანიას როგორც კოალიციის წევრს, მის პარტიას, რა თქმა უნდა, აქვს სრული უფლება რომ დაესწროს პოლიცსაბჭოს სხდომას და ასევე მინდა დავაფიქსირო რომ მე მსურს გაფართოებული კოალიციის პოლიცსაბჭოს მოწევა და ამ სხდომაზე მე მსურს რომ დაესწროს ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების სრული შემადგენლობა. დიდი მადლობა. კი ბატონო, დიდი მადლობა. მე მინდა გითხრათ რომ ახალი თავის მინისტრი იქნება ბატონი მინდია ჯანელიძე, რომელიც გახლავდათ, რომელიც იყო სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი. დიდი მადლობა. თავდაცვის მინისტრი დაკავებული თანამდებობიდან გადაყენებულია, მის ნაცვლად რამდენიმე დღეში მინდია ჯანელიძე დაინიშნება თავდაცვის უწყების პირველ პირად. განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ შეტევა საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზე არ ხორციელდება და მინისტრის მხრიდან ეს იყო უპასუხისმგებლო განცხადება. მე აქვე შეგახსენებთ, თავისუფალი დემოკრატების ოფისში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა პარტიულ თანაგუნდელებთან ერთად საგანგებო ბრიფინგი 6 საათზე გამართა და ისაუბრა თავდაცვის სისტემაში განვითარებულ მოვლენებზე და პროცესებში პროკურატურა დაადანაშაულა. მე მინდა ცალსახად თქვა, რომ აშკარად შეინიშნება პოლიტიკური სარჩული. საქმე გვაქვს მიზანმიმართულ შეტევაზე თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ, რომელიც არის პირდაპირი ჯაჭვი ჩვენი ქვეყნის კავშირისა ნატოსთან, ევროკავშირთან და ვინაიდან საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ორიენტაციას, ჩვენი ქვეყნის მომავალს, სწორედ ამიტომ მე გადაწყვიტე ეს განცხადება გამეკეთებინა და ხვალ მივმართავ ჩვენი მართველი კოალიციის პოლიტიკურ საბჭოს შევიკრიბოთ და გავხსნათ მსჯელობა თუ საითკენ მიყავს პროკურატურას და ამ მოვლენებს ჩვენი ქვეყანა. მე ძალიან კარგად ვიცი, ვისი გორის ვარ. მე ვერ შემაშინებს ვერც პროკურატურა, ვერც ის ტალახი, რომელსაც დღეს ზოგიერთი მედიის წარმომადგენლები ისვრიან. მე კბირდებით ქართულ საზოგადოებას, რომ ბოლომდე მივიყვანთ ჩვენს მიერ დაწყებულ საქმეს. პროცესში ჩართვას აპირებს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილმა განცხადება ავსტრიაში გააკეთა, რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა, ჩვენ შეგვიძლია მოვსმინოთ მის კომენტარს. მიგვაჩნია, რომ კოალიციის სუბიექტებმა თავისი რესურსით უნდა დაძლიონ ეს ვითარება. ჩვენ არაერთხელ ხაზი გაგვისვავს იმისთვის, რომ ქვეყანა უნდა იმართებოდეს ძლიერი ინსტიტუტებით და არა კულუარებიდან. შექმნილმა ვითარებამ მიგვიყვანა იმ რეალობამდე, რომ და პოლიტიკური დაპირისპირება საფრთხეს უქმნის ქვეყანაში ინსტიტუტების ეფექტურ ფუნქციონირებას, საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და რაც თავარია ქართულ ჯარს, რომელიც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის გარანტია. აქედან გამომდინარე, ქვეყანაში დაბრუნებისთანავე ჩვენ სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე ჩავერთვებით ამ პროცესების დარეგულირებაში. პოლიტიკური კრიზისის ნიშნებზე ისაუბრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, ასევე ამ მიმართულებით თავისი პოზიცია დააფიქსირა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ. კრიზისი არ არის გარკვეული კრიზისული მოვლენები, იმიტომ რომ არ არის, რა თქმა უნდა, ქვეყნისთვის სასარგებლო, როდესაც უწყებები განცხადებით მიმართავენ ერთმანეთს, როდესაც პრემიერი და მინისტრი ტელევიზიით ესაუბრებიან ერთმანეთს, ან მე პარლამენტის თავმჯდომარეს აი ამის თქმა მიწევს, რასაც ახლა ვამბობდი, ერთი კვირა ვერაფერი ვერ მათქმევინეთ, მაგრამ ახლა უკვე ვამბობ. ესე იგი რაღაცა ნიშნები არის იმისი, რომ უნდა დროზე მივხედოთ ყველა ამ საქმეს, რომ რამე უფრო რთულ პრობლემებში არ გადაიზარდოს და დარწმუნებულია, რომ ასეც იქნება. ზოგადად ხანდახან ამ ტიპის კრიზისული მოვლენები სასარგებლოა იმისთვის, რომ ესე იგი კარგად მოვიხედოთ და უფრო სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ ყველა. ნამდვილად არის ძალიან რთული ვითარება. ამ რთულ ვითარებაში ყოველდღე იმის მაგივრად, რომ საკითხები გაირკვეს, ჩნდება კიდევ უფრო მეტი და მეტი კითხვა. ეს ყველაფერი უკვე ძალიან ცუდ ფორმას იძენს და მე დარწმუნებული ვარ, რომ უბრალოდ იმედი მინდა გამოვთქვა, რომ შესაძლებელი გახდება იმ ეჭვების გაფართვა, რომელიც აღძრულია პირველ რიგში საზოგადოებაში და აგრეთვე როგორც ხელისუფლების, ისე პარლამენტის შემადგენლობაში.
და გამოშვების ბოლოს დაუბრუნდეთ ქართული ოცნების სათაო ოფისს, სადაც ცოტა ხნის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საგანგებო განცხადება გააკეთა და დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია. გიორგი ფუტკარაძესთან ერთად ვაგრძელებ საუბარს. გიორგი, რა განცხადებები გააკეთა დამატებით და ვინ იმყოფებოდა მთავრობის წევრების მხრიდან ამ ბრიფინგზე? ირაკლი, აქ იმყოფებოდა მთავრობის თითქმის ყველა წევრი, ირაკლი ალასანიასა და მაია ფანჯიკიძის გამოკლებით, ასევე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები თითქმის ყველა ფრაქციიდან, გარდა თავისუფალი დემოკრატებისა, რაც შეეხება განცხადებებს, ამ ეტაპზე ჯერჯერობით არანაირი განცხადება არ გაკეთებულა, ვინაიდან დეპუტატები დაახლოებით 3 საათნახევრის განმავლობაში იმყოფებოდნენ პრემიერთან ერთად შეხვედრაზე და საუბრობდნენ ამ საკითხზე. ეს გადაწყვეტილება ახლა გახდა ყველასათვის ცნობილი. ამ წუთებში დეპუტატები კვლავ რჩებიან კოალიცია ქართული ოცნების ოფისში, შესაბამისად ჯერჯერობით უცნობია მათი პოზიცია, რამდენად ეთანხმებიან პრემიერს ამ გადაწყვეტილებაში, რომელიც ეხება ირაკლი ალასანიას მოხსნას. რაც შეეხება ერთადერთი ამ ეტაპზე ჩვენთვის არის ცნობილი ის, რომ ალასანიას შემცვლელი იქნება მინდია ჯანელიძე, კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელი. მადლობა, ეს გიორგი ფუტკარაძე იყო. მოკლედ ცვლილებებია მთავრობაში, გათავისუფლებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრი. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ, ნახვამდის.